დღეს ახალი სტილით 26 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს კონსტანტინოპოლელი პატრიარქის წმინდა ნიკიფორეს ნაწილთა აღმოყვანებას, წმინდა მოწამე საბინეს, წმინდა მოწამეებს აფრიკანეს, პუბლიოსსა და ტერენტის, წმინდა მოწამე ალექსანდრეს, წმინდა მოწამე ქრისტინეს სპარს და ღირს ანინე ხუთს. ღირსი ანინე ქალკედონში დაიბადა და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში აღიზარდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ 15 წლის ჭაბუკმა მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. განმარტოებას ესწრაფოდა ახალგაზრდა ბერი და ამიტომ უდაბნოში წავიდა, სადაც ბერ მაიუმს შეხვდა. ისინი მკაცრ მოღვაწეობას შეუდგნენ. წმინდა ანინეს ყოველდღე გრძელი გზის გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსატანად. ერთხელ ის სავსე ჭურჭლით დროზე ადრე დაბრუნდა, რადგან ანგელოზმა გაუსო დოქები. მიხვდა ბერი მაიუმი მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას რომ მიაღწია და სთხოვა მისი მოძღვარი გამხდარიყო. ანინემ თავმდაბლობის გამო უარი განაცხადა. ამის შემდეგ მაიუმი მონასტერში დაბრუნდა, ანინე კი უდაბნოში დარჩა. მოუკლებელი ლოცვისა და ღვაწლისათვის მას სული წმინდისაგან წინასწარ ჭვრეტის ნიჭი მიემადლა. მას გარეული ცხოველებიც კი ემსახურებოდნენ. წმინდა მოსაგრის მოღვაწეობის ამბავი დაფარული არ დარჩენილა. უამრავმა ადამიანმა მოისურვა წმინდა მამის დარიგება მიეღო. ამიტომაც მის ადგილსამყოფელს მიაშურეს. რამდენიმე ქრისტიანი უდაბნოშიც კი დარჩა და დაემოწაფა წმინდა ანინეს. ერთხელ მასთან მისული ადამიანები ასეთი სასწაულის მომსწრნენი გახდნენ. წმინდანმა მოწყურებული ადამიანები დასარწყლობებლად დამშრალი ჭიშკენ გაგზავნა. მისი ლოცვით იმ ადამიანების თვალწინ ჭაპირამდე გაივსო და რამდენიმე დღე ყოფლის რჩეულსა და მის მოწაფეებს. იმდენად თავმდაბალი იყო ანინე, ჭაში წყლის გათავების შემდეგ ვეღარ გაბედა კვლავ ეთხოვა უფლისათვის სასწაულის ქმნა. ამიტომაც ღამღამობით ევფრატიდან ზიდავდა წყალს. ნეოკესარიის ეპისკოპოსმა მღვდლად დაასხა ხელი წმინდანს და გაიგორა მისი ღვაწლის შესახებ ვირები აჩუქა წყლის საზიდავად. თუმცა ანინემ ისინი გლახაკებს მისცა. მაშინ მღვდელმთავრის ბრძანებით უდაბნოში გათხარეს დიდი ჭა, რომელსაც დროდადრო ავსებდნენ წყლით. ერთხელ ერთი ღვთისმოშიში ქალი დაავადდა და წმინდა მამასთან წავიდა იმედით, რომ მისი ლოცვით განიკურნებოდა. გზად დიად ავაზაკი შეხვდა, რომელმაც სასართმევი ვერაფერი უპოვა მას და გადაწყვიტა შეებღალა მისი სიწმინდე. ქალმა წმინდა ანინეს თხოვა შემძეობა. უცებ ავაზაკს შიშის ზარი დაეცა და გაიქცა. ღირს მამასთან მისულმა ქალმა ვერაფერი უამბო მას და კურნებაც მიიღო. იმ ავაზაკმა კი შეინანა თავისი ცოდვები. ანინესთან მივიდა, მოინათლა და ბერად აღიკვეცა. ასეთი წლის იყო წმინდანი, როცა უფლისაგან ეუწყა მალე რომ აღესრულებოდა. მეუდაბნოემ მემკვიდრე იღუმენი აირჩია. მომაკვდავი ანინე ხილვაში გამოცხადებულ მოსეს და აარონს ესაუბრებოდა. უფალო, მიიღე სული ჩემი. ამოთქვა წმინდანმა და მიიცვალა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.